ეს არის ახალი ცხრაზე განმოგზავნებთ გამოშვებას. აფხაზეთიდან დევნილები ერთმანეთს უპირისპირდებიან ბამბის ნართის ყოფილ კომბინატში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულები მათი განსახლებისთვის გამზადებულ შენობაში შეჭრილი დევნილების გამოსახლებას ითხოვენ. მათი განცხადებით ყოფილი კომბინატის ავარიული შენობიდან მათი გადაყვანა ბაქოს ქუჩის პირველ ნომერში მდებარე შენობაში იგეგმებოდა, თუმცა ამჟამად იქ სხვა დევნილები შეიჭრნენ, რომლებიც ფართის დატოვებას არ აპირებენ. დევნილთა განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, გამორიცხული არ არის, რომ იძულებით გადაადგილებულთა შორის დაპირისპირება მოხდეს. ველოდებოდი ჩვეულებრივად კანონის ფარგლებში უნდა შევსულიყავით ბაქოს ნომერ 1 ქუჩაზე მდებარე შენობაში შეიჭრნენ ტოლვილები და დღევანდელ დღეზე ვიღაცა გვიცხადებს იმას, რომ ეს ტოლვილებს უნდა მოვეფეროთ, იმიტომ რომ ეს რიანი ტოლვილები. მაშინ მობძანდეს ის, ვინც ამას აცხადებს, ნახოს ეს შენობა, ნახოს ჩვენი მდგომარეობა და გვითხრას ამ ზამთარში და აი ამ წვიმის ქვეშ შეიძლება თუ არა აქ დარჩენა და მე დატოვოს ის ხალხი და გამოემოგოს იმათ. მინისტრი დადის, თავრობა თუ თავრობა არის, როგორ გვირეკავდა არ გამოდიან ბაქოს ქუჩიდან. როდესაც ერთადერთი პრობლემა ეს ლეილა გულიდანი არისო თავარი ხელმძღვანელი. ეს ვინ არის გაარკვიე ხალხო? ეს ქალბატონია მოვიდეს, ქალბატონმა შევიდეს ამ რადგენშია ხალხი, ბავშვები. ერთი ბალი, ორი ბალი და ეს კორპუსი არ იქნება.